Так, ხმა გამოვთოთ. რამდენადაც OBS-ში ჩანს, ხმა არის. მოკლედ, მე მოვახერხე და ამდენი წლის მანძილზე პირველად გადავიტანე კორონავირუსი, დიდი ალბათობით. და მახველებს, მაფსხიკებს და რა ყველაფერი დავლიე ხარ, რაც შეიძლება და დამელია რომ 1-30 წუთი ისე ვილაპარაკო რომ არაფერი არ ვაფსხიკო და არ მოვკვდე. მაგრამ მოკლედ თუ დავაფსხიკე და ხმა თუ საშინელი მაქვს, ჩემი ბრალი არ არის. უბრალოდ ჩემი ბრალია, მაგრამ რასიზა. ხო და ეხლა 1-20 წუთი ვფიქრობდი იმაზე, როგორ ავხსნა მარტივად და გასაგებად რაღაცეები, რაც არ უნდა გრძლად ახსნა, ცოტა რთული გასაგები არის მაინც. ხო და წარმოიდგინეთ ესეთი ფეხბურთის მატჩი, რომელიც არ არის შეზღუდული დროში. ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ყველაფერი ხო გამარტივებული ომია რა, გამარტივებული რაღაც ორთაბრძოლა რა, დაყვანილი რაღაც წესებამდე და სიმბოლიზირებული რაღაც საბრძოლო ელემენტები. ბურთი არის საბრძოლო ინიციატივა, ვისაც ის აქვს, ვისაც ბურთი აქვს, იმას აქვს და რასაც. ხო და მოკლედ წარმოიდგინეთ ფეხბურთის მატჩი, ისევ 11-11-ზე თამაშობენ, ისევ იმხელა მოედანია, ოღონდ არ არსებობს საფინალო სასტოენი. არ მორჩება. თამაში გაგრძელდება სამუდამოდ. სანამ ერთ-ერთი მხარე არ იტყვის, რომ კაი, მაგის დედავა დავიღალეთ, შანსი არა გვაქვს, გავდივართ მოედიდან, всё, მოიგეთ. აი ესეთი ფეხბურთის მატჩი წარმოიდგინეთ, რომელიც დაუსრულებელი მატჩი არის. ერთ-ერთმა მხარემ უნდა თქვას, რომ აღარ უნდა თამაში. რატო აღარ უნდა? ცალკე საკითხია. შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ შანსი არ აქვს, შეიძლება იმიტომ რომ დაიღალა, შეიძლება იმიტომ რომ რავი, ტრიბუნებიდან აგინდებენ, ყველაფერი შეიძლება. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ანუ ტრიბუნები მხარს გიჭერს თუ არა მნიშვნელობა აქვს. დაიღალე თუ არა მნიშვნელობა აქვს, ანგარიში რა არის მნიშვნელობა აქვს, რა ტრენდია ანგარიში მნიშვნელობა, ვინ ანუ ბოლო 3 გოლი ვინ გაიტანა და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ ამ თამაშს რო იწყებ, შედიხარ შენი საუკეთესო პროფესიონალი მოთამაშეებით და ცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი გოლი შეუგდო, რომ აი 9-1-ზე აიყვანო ანგარიში და რა თქმა უნდა რომ ნუ არ გვაქვს შანსი მაგის დედავატირე. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა რა, რომ ისეთ ანგარიშზე აიყვანო და აჩვენო რომ აი ყოველ 10 წუთში ერთხელ კიდე ახალ გოლს გიგდებთ და არ ვუშვებთ. რო რა თქმა უნდა რომ ნუ ხო არა შანსი არ არის, ტყუილა ვიომებ, ტყუილა ვითამაშებთ ამ თამაშს და პროსტა 30-3 გახდება და დავიღლებით, გვაგინებენ, რაც უფრო დიდ გოლებს გაუშვებთ, ჩვენი ხალხი გვაგინებს, მე თქვენ მხარეს გადმოვა და ბოლოს წავაგებთ და ანუ ბოლოს წავაგებთი არ ხდება, აი ეს სიტყვას არასწორად ვამბობ რა. ანუ არჩი აი აზრი უნდა დააკარგინო თამაშის ტიპებს რა. ხო და ასეთ თამაშს, რა თქმა უნდა, მთავარი ერთ-ერთი დამახასიათებელი იქნება ის, რომ კაცო 80 წუთი რო გრძელდება ხოლმე თუ 90 მატჩი იქ არის ცვლილებები ხო 7 კაცის ზამენაზე და როცა უვადოა ეს თამაში ზამენების სუმიდის ანუ მთელი ეს პირველი სასტავს ჯერ გამოიყვან რაღაც 3 საათის განმავლობაში ჯამში ყველა გამოვა მოედნიდან ზოგი უფრო დიდხანს დნებს ზოგი ცოტა ხანს ხო მერე კიდე შეიყვან მერე კიდე გამოიყვან მაგრამ რამდენჯერ ხო რეაბილიტაცია საუნდტროპოში არის ხალხი წასაყვანი ზოგს ტრავმები აქვს ზოგს აღარ შეული ამდენი სირბილი ზოგი გაისტრესა ზოგი მშიერია ზოგს რაღაც ოჯახი ყავს რაღაც უნდა გაუშვა სახში და უთხრა რომ ზეგ მოდი თუ ზეგამდე ვერ ვაღიარებინეთ მოწინააღმდეგეს რო წააგო ზეგ მოდი და ისევ შეხვალ მოედანზე რა ვქნათ და მთელი ეს დრო ანუ თუ მოედანზე შესაყვანი ხალხი აღარ ყავს წააგე რა ანუ კიდე უფრო დიდ გოლებს შეგიყრიან და მე რომ მოვა შენი ხალხი ბოლოს ნორმალური მოთამაშეები დახვდებათ ანგარიში 94-3 და მაინც ვეღარ ამოქაჩავენ და ფანები უკვე დაკარგული და ტელევიზორს აღარავინ აღარ თავს და ანუ შენს ბრძოლას აზრი დაეკარგება მაგრამ პრინციპში არასოდეს არ არის დაკარგული ანუ ავღანეთის ფიშკა ამაშია რომ ავღანეთი არასოდეს ნებდება რამდენი კაციც არ უნდა დარჩეს 7 კაცი რო რჩებიან მილიონიდან ის 7 აგრძელებს ბრძოლას და ამის ხარჯზე იგებს რომ ფეხზე კიდიათ 14 წელი გავიდეს იცხოვრონ სრულ დანგრევაში და გაჩაჩანაკებაში 14 წლის მერე ჩაეთულებათ მოგება მაინც იმიტომ რომ მოწინავდა იტყვის რომ აღარ გვინდა ამის დედავატირი ხო და მოკლედ ის რაზეც მე რასაც ვუყურებ ხოლმე ჩემ გარშემო ადამიანებს არ ფიქრობენ არის რომ იმ ადამიანებიდან ვინც რუსეთმა შეიყვანა შეტევისას უკრაინაში დღეს უკრაინაში აღარავინ უნდა იყოს ანუ უბრალოდ დღეს უნდა იყოს ორი თვის წინ არ უნდა ყოფილიყო ანუ როგორც კანი იცვლება და ყველაფერი იცვლება და როგორც ფეხბურთში საჭიროა ცვლილებები ყველა ის 170-190 კაციანი კონტინგენტი რომელსაც შეუტია ისინი უკვე ყველა როტაციაზე უნდა იყოს გაყვანილი დასვენებული და ახლიდან შემოყვანილი ანუ ის რომ
თქვენს თავებში ეს ესე ლაგდება, რომ აი რუსეთმა 170,000-ით შეუტია, მერე 15,000 დაამატა, მერე რაღაციდან 10,000 დაამატა. თქვენ გილაგდებათ, რომ 215,000 ყავს რუსეთს. და მე იქნა დაიწყო გამოკლება, რომ აი სხვადასხვა ცნობებით ხო გირკინიც კი აღიარებს, რომ 50,000 დაკარგეს, დაღუპულები და გირკინიც კი აღიარებს, რომ დაჭრილები 50,000-ია. ზოგი იქიდან დაბრუნ, აი 100,000 გამოაკლდა და რაღაცებს ვითვლით რა, 115,000, 120,000. არასოდეს თქვენ არ ფიქრობთ, რომ როტაცია არსებობს. ეგრე არ მუშაობს, რომ ის დაემატა და დაგროვდა და ის ტიპები იგზიან. უამრავი ხალხი აქედან სახშია წასული უკვე და დაბრუნებული. და მე სხვა არის სახში და სხვანაირად არ გამოდის ომი, არ არსებობს. პირიქით უარეს, კიდევ უარეს და საშინელებას უშვები შენ თავს, თუ შენ ჯარს როტაციაზე არ გაიყვან. და არ დაასვენებ, არ გადაიარაღებ. ამას ემატება ის, რომ ადრეც ახსენი, რომ როცა ბატალიონიდან 100 კაცი დაიღუპა, ყველას თავისი როლი აქვს იმ ბატალიონში 300 კაცია. ბატალიონიდან 100 კაცი რო გამოგაკლდა, ის ბატალიონი აღარ ფუნქციონირებს როგორც ბატალიონი. ის ბატალიონი უნდა გაიყვანო მთლიანად. იქი არ უნდა დატო, უნდა გაიყვანო, უნდა სადღაციდან მოიყვანო 100 კაცი, შეუერთო ამათ, მოამზადო ერთად, დააბრუნო უკან. ესეც როტაციის, შეიძლება როტაცია მოგიწევს 2 თვეში, შეიძლება როტაცია მოგიწევს 1 კვირაში, მიხედვით რამდენი ხალხი დაკარგა იმ ბატალიონს. ხო და ამის გამო რაოდენობებზე მსჯელობისას, მოკეთ ჩემი რეაქცია მე რო დღეს ვუყურე პუტინის ლაივს, ღიმილის მეტი არაფერი არ იყო, ღიმილის მომგვრელის მეტი არაფერი. მე რასაც ველოდი დღეს, სიმართლე რო გითხრათ, ან ველოდი რაღაც ატომური ომის გამოცხადებას, ესე რა, ამაქსურ რო ვილაპარაკოთ. ან რო იტყო და რომ მილიონიანი, ან 2 მილიონიანი, ან საყოველთაო მობილიზაცია. ქუდზე კაცი რაღაცას მოიგიჟიანებდა თავს, რომელიმე ასეთ რამეს. 300,000 კაცს გავიწევთ, არის როტაციის საკმარის ხალხს შევავსებთ. მეტი არაფერი არ უთქვამს. ეხა ბაზარი არ არის ამ თემაზე, ცალკე უკრაინა აგორებს დიდ ისტერიკებს, როგორც უშვება ხოლმე, რომ ვაიმე და აბა დაგვეხმარეთ და აბა მხარში დაგვიდექით. ასევე მაგარი დასაკვირვებელია, საათი რო არ გასულა, 1 საათი არ გასულა პუტინის გამოსვლიდან და ევროპელი რომელი ლიდერები მომზადებული ტექსტებით გამოდიან, იცოდნენ რომ იტყოდა და ოღონდ არ გააფრთხილა პუტლერმა რომ 300,000 იტყო და მათ წარმოიდგინათ რომ რაღაცას იტყო და 2 მილიონი. და ფრთხილად აპარებს, ხო, დაიცა ვიტყვი მაგაზეც. და მომზადებული ტექსტებით გამოდიან რომ არ გვინდა ხალხო ეს კატასტროფა, მოდით მშვიდობას და რაღაც ისე, ეგ კიდე ცალკე ვინც თავს დაიწოს, მე ვინც მოხდება რომ ვაიმე 300,000 თქვა სულ და ეგ არაფერი არ არის, ვიღაც აუხსნის ბოლოს. და არაფერი არ არის ის კი არა რომ 300,000-ის დამატებაც კი არაფერი, აი თქვათ აი რუსეთმა ეხა თქვათ რაღაც 2 დღის წინ იყო შეფასება ვიღაც რუსი გენერალის რომ ჯამში რუსეთიდან ამ ომში მონაწილეობა მიიღო 350-დან 400,000-მდე ადამიანმა და ეს არის რუსეთის აბსოლუტური მაქსიმუმი. თვითონ ის ტიპი ითვლიდა რა, რომ რუსეთის ჯარის 90%-მა ground infantry არა სარაკეტო ჯარები, რომელიც ატომური იარაღებს აკონტროლებენ და არა რაღაც საზღვაო ძალები და არა სამინისტროები და იმათთან არამედ იმენა ground force-ების 90%-მა გაიარა უკრაინაში უკვე ერთხელ მაინც. იქიდან ამ 350,000-დან დაიღუპა 50,000, დაიჭრა 50,000. მაგრამ ეს ერთდროულად იქ კი არ არიან კაცო, გაიარა, 2 თვე იყო ჩასული, წავიდა. ხო და 300,000 ამ 300 ზევიდან კი არ დაემატება და 600,000-ით კი არ შეუტევს რუსეთი. არა ისევ იმ 120-150,000 რაც ყავს, იმათი ეს რო არ გაეკეთები, გულში ჩუმად გუშინაც ველაპარაკებოდი ქართველ ერთ მილიტარისტს რა, რომ გულში ჩუმად ჩვენ ვიცოდით რომ იმაში ზამთარში უთავდება რუსეთს ჯარი, პროსტა როტაციას ვეღარ აკეთებს და რას აპირებენ რა და პროსტა არ გვეგონა რომ ამას ხმამა რა თუნდა ახლა ამას ხმამაღლა 300,000 გამოვიყვანის ხმამაღლა სასაცილოა, გეონები გამეღიმა, ამის გახმაურება არის რომ პროსტა როტაციას ჩვენ ზამთარში ჩავატარებთ როტაციას. ოკეი, ჩაატარებთ როტაციას, ყოჩახ, ვერ ჩაატარებენ, მაგრამ ეგ ცალკე ბაზარია, რომ ვერ. მაგაზე მე ვილაპარაკებ. ჯერ უნდა ეს გაიგოთ, რომ 300,000 არა თუ ერთი მეორეზე დადებული საკმარისი არ არის, როგორც უკვე ვილაპარაკე, ჯერ კიდევ 80 წლის წინ 2 მილიონი იყო საჭირო შესატევად და რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, შენ თუ მოწინააღმდეგეზე ერთი თავით მაღლა არ დგახარ ტექნოლოგიურად და რუსები ეხა თვითონ წუწუნებენ რომ უკრაინელებმა გვაჯობესო ტექნოლოგიური მაშინ იმიტომ რომ ნატო ეხმარებათო, შენ თუ ერთი თავით მაღლა არ დგახარ, ის მესამე დონის არმია არ არის და შენ მე-4 ან მეტი დონის არ ახარ.
დაცვას აქვს უპირატესობა გამანადგურებელ ძალაში. ანუ რაც უფრო დრო წავიდა წინ, რაც უფრო ტექნოლოგიები განვითარდა, თქვათ ოდესღაც ხმლებით ხმალაობისას შენ შეიძლება 1000-1000-ზე გეომა და 1100 კაცი ვისაც ყავდა იმას მოეგო. მერე თქვათ მეორე მსოფლიო ომისას შეტევისას მილიონზე 2 მილიონით უნდა შეგეტია ორჯერ მეტით. სტრატეგიულ დონეზე ვამბობ, თორე იქ კონკრეტულ ბრძოლაში რო 3ჯერ და 5ჯერ მეტია საჭირო ცალკე ლაპარაკი. და დღეს კიდევ უფრო დიდი თანაბარდობაა საჭირო, ან ტექნოლოგიური თანაბარდობა უნდა გქონდეს რაღაც საოცარი. რომ მაინც ძალიან დიდი რაოდენობით უნდა შეუტიო, მაგრამ ტექნოლოგიური თანაბარდობა გაძლევს ბონუსებს. და თუ შენ ტექნოლოგიურად არ ჯობი ხარ, მაგ ხელა ფრონტზე საჭირო არის მინიმუმ 2 მილიონი რუსეთს სჭირდება. მინიმუმ 2 მილიონი იმისთვის რომ მოწინააღმდეგის ფეხბურთის გუნდს ათქმე უნდა რომ მორჩა აზრი არა აქვს თამაშს წავაგებთ. ცოტა ხანი იომებენ და მე რიტყვენ რომ აზრი არა აქვს. დღეს სიტუაცია არის ესეთი რომ უკრაინამ ეს ომი დაიწყო 200,000-იანი ჯარით და 150,000-იანი რეზერვით. რუსეთი შევიდა თავიდან ყველაზე დიდი ჯარით რაც ყავდა 200,000 190-200,000-ით შევიდა LNR დნრ-ბიანად და დღეს უკრაინა თვითონ რუსებიც თანხმდებიან, ანუ უკრაინა ამბობს მილიონი ვართო, რუსები თანხმდებიან 700,000 არიანო ჯარი. და თვითონ რუსები უკრაინა ამბობს 100,000 არიანო და უკრაინა ამბობს 100,000 არიანო, რუსები ედავებიან 125,000 ყავსო მიწაზე დგანანო. ანუ ის კი არა რამდენი გაშვებული ყავს დასასვენებლად. ხო და ამას უწუნებენ რომ აი 3 მაგი, 4 მაგი, 5 მაგი უპირატესობა აქვს რაოდენობაში, რა გვეშველება რაღაც ესეთები რუსები რა. ხო და ვინაიდან ტექნოლოგიურ უპირატესობასაც უკრაინელები ფლობენ, რაოდენობრივსაც უკრაინელები ფლობენ, სხვა უპირატესობებს კიდე გავაგრძელებ. დაცვის უპირატესობაც უკრაინელებს აქვს თავისი მიწის, ხო, საკუთარ მოედანზე თამაშობი. არანაირი შანსი რუსეთს არაფრის არ აქვს 300,000-ის დამატება იმ 125,000-ზე არაფერს შეცვლი და თუნდაც 300,000-ზე რომელმაც ჯამში აი სულ ყველა მოყარონ და ერთად შეყარონ ბრძოლაში დაღლილებით და დაშლილი ბატალიონებით, დაჭრილებით, გამოუჯამრთელებელი ყველა რო ერთად შეყარონ, ის 600,000-იც არ შეცვლის რუსებისთვის ომის გამოსავალს. მოწინააღმდეგე არ აღიარებს რომ წააგო. ანუ ჩვენ რო ვლაპარაკობთ რომ პუტლერმა როგორ უნდა აღიაროს, წარმოგიდგენია პუტინმა აღიაროს წაგება, ხო და რო არ წარმოგიდგენია და რაღაცა. თქვენ წარმოგიდგენიათ უკრაინამ აღიაროს წაგება? წარმოგიდგენიათ? ვიტყვი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე რას ვფიქრობ, ვიტყვი. მაცადეთ. ხო და მოკლედ, მაგრამ ესეც კი არ არის, ანუ ის რომ პუტინმა თქვა რომ 300,000-ის მობილიზაციას გავაკეთებთ 10, ეს ნიშნავს რომ მომავალ 3-5 თვეში, ანუ ამ 6 თვის მანძილზე, რავი, 50,000 კაცი ან მოკრიბეს, ან ვერა სხვადასხვა გზებით, მათ შორის პატიმრებით. და ის რომ 300,000 უნდა მოკრიბონ მომავალში და ასეთ აი ეს თან რაც უფრო მეტი დრო გადის, ომის აუთკამი უარესდება რუსების ყველა ხედავს. მანამდე ომობდნენ კიევის დასაპყრობად და ეხლა ლაპარაკია რომ დონბასი უნდა გაიფორმონ თუ არა და ამისთვის უნდა გადადო თავი. და მანამდე პირდებოდნენ უზარმაზარ ხელფასებს და ეხლა ლაპარაკია რომ პროსტა კონტრაქტს გაგიფორმონ. ხო და ანუ 300,000-იც არ მოგროვდება, ანუ არ მოგროვდება ნიშნავს გაიწელება დროში. გაიწელება დროში ნიშნავს როტაციებზეც კი არ ეყოფათ, რასაც ეხლა მოაგროვებენ. როტაციაზე შესაყვანია, ანუ არც ერთი მომენტი არც კი დადგება, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთმა მეტი ხალხი ჩაიყვანოს, ვიდრე დღეს ყავს. ანუ ერთმანეთს დაადოს რამე 20,000 ზევიდან დაამატოს იმას, რაც ყავს. პირიქით, დასაროტაციებელი რაოდენობა თუ დააგროვა ამ 300,000-ის გამოცხადებით, ამიტომ იყო ეს ჩემთვის ღიმილის მომგვრელი, რომ როტაციას აკეთებს პროსტა, არაფერი არ მოიგო ამითი. ისევ ომი არც გამოაცხადა, არც საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, ქუდზე კაცი არ მოიყვანა. ეხა აჩვევს აზრსო. ერთმა კომენტარი დაწერა, ესეც მე ჩემითაც გავიაზრე, რომ ესეთი კითხვა იქნება. რაც უფრო დრო გავა, რაც მეტი მსხვერპლი იქნება, რაც უფრო შედეგი არაფერი დადგება ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ ვერაფერს წინ ვერ წაიწევენ, მარტო ნელ-ნელა დაკარგავენ ინიციატივა უკრაინელებს აქვთ და სოფელ რაღაც შეიძლება უკრაინამ ისევ გაარღვიოს ყველაფერი, შეიძლება ვერ გაარღვიოს. სოფელ ისევ დაკარგავენ, იმიტომ რომ რუსები რუსებმა უნდა მიაღწიონ მომენტს, როცა ჰოპ და მილიონი მოიმატეს. მილიონი უცებ უნდა საზღვარზე გაჩნდეს მილიონი და უნდა ბახ და რაღაცა ისევ დაიბრუნონ რაღაცა. დღევანდელი უკრაინის ჯარი არის 10 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე იყო ომის დასაწყისში. ყველაზე ძლიერი ჯარი ვაფშე მსოფლიოში დღეს.
ესე გამოვიდა, ანუ ომობენ ტიპები, 7 თვეა ომობენ, 7 თვეა იარაღს იღებენ და იმატებენ. დღეს რო ყოლოდა 300,000 კაცი ნაჩუქარი, ციდან ჩამოვარნილი პუტლერს და გაეშვა ბრძოლაში, დღესაც აზრი არ, ანუ ვერაფერს დიც ვერ შეცვლიდა. და მით უმეტეს ეს რო დროში გაეწელება, რო ვერც მოაგროვებს და უკრაინა რო აგრძელებს შეერაღებას და აგრძელებს ძალის მომატებას და საომარი სეზონი რო თან ფუჭდება. არაფერს არ შეცვლის, ეს არის ანუ პუტლერის გამოსვლა იყო მილიტარისტის თვალში, რომელიც აზროვნებს იმისთვის კი არა, რომელიც რაღაც ბრტყელი ისტორიული იმებით ლაპარაკობს, 40,000 დაემატა 700,000 და всё გადაულიან. არა, ვინც აზროვნებს იმაზე, რომ ამდენი ხანია ბრძოლა მიდის, როტაციები, დაჭრილები, მომარაგება დაიხარჯა, გაცვდა რაღაცა, არაფერი არ არის 300,000, რომელიც აწი უნდა მოაგროვოს. დღეს რო ეთქვა, რომ ჩვენ ვართ ესეთი მაგრები და დღეს 300,000 უკვე მყავს, ჩუმად მოვაგროვე და ბრძანებას ვიძლევი, გადაისროლ და კიდე რაღაც ხო? არა, არავინ არ ყავს, ყველაფერი ჟონავს, რუსეთია, ყველაფერი იცის. ვიცით რომ ეხა დაიწყებენ აკრეფას და ხალხი ეხა დაიწყებს გაქცევას, ყველანაირად თავის არიდებას, დაიწყება პოლიტიკური ანუ ეს პროცესი გარდა იმისა, რომ ტექნიკურად გაიწელება, საშინელი რღვევის დასაწყისი იქნება და რაც არ უნდა ნელ-ნელა აპარებდეს, თქვათ იმას გულისხმობდეთ, რომ გაზაფხულზე კიდე 300,000 სიტყვის. გაზაფხულისთვის კიდე უარესი მდგომარეობა იქნება დამდგმარი მორალური რუსებისთვის. ანუ თუ 3 თვის წინ ჯერ კიდევ რაღაც საბრძოლო შემართება არსებობდა რუსებში და არსებობდა პლასტი სოციუმის, რომელიც თანახმა იყო წასვლაზე ომში, დაბრაულცად. მალევე გაილია ეგ პლასტი. მერე იყო, ვისაც ლადა კალინას და ფულს პირდებოდნენ და ძლივს მიყავდათ. მერე ზოგადად ყველაზე დიდი ტრაგედია ქვეყნისთვის არის, როცა პატიმრები უნდა წაიყვანოს ომში, ანუ დამცველმა ქვეყანამ შეიძლება პატიმრები გამოუშვას, მოძალადეები და წაიყვანოს ომში, იმიტომ რომ მეტი გამოსავალი უკვე აღარ არის. всё, ანუ ან ვინგრევით ქვეყანა, ან პატიმრებიც ჩაერთვებიან, გადაურჩებით და კი, ბაზარი არ არის, მერე პატიმრები ჩვენი პრობლემა გახდება. რომ როგორ გინდა ეს ხალხი, ვისაც იარაღი დაურიგე და სახლებში ზოგი თავისნებით დაბრუნდა, ზოგი ტყეში გაიპარა, უკან დაიჭირო, ხო, აუცილებლად გაგეზდება კრიმინალი, საშინელება მოხდება, მაგრამ თუ ქვეყანა თავზე გვექცევა, ნუ უკვე სულ ერთია. აი ესე დღეში შეიძლება პატიმრები გამოიყენოს ქვეყანამ ბრძოლაში და როცა ეს უნივერსალური კანონია, როცა ქვეყანა თავს ბრძოლაში პატიმრებს, ესე იგი გადაწურული აქვს იმედი, всё, აი ბოლო ის არის. წვეთი. ხო და როცა შემტევით ომს აწარმოებ და პატიმრები გამოიძახე და იქაც ვერ კრიფავ, ეს ნიშნავს, რომ ვეღარავისო აღარ დარჩა თავისნებით იქ წამსვლელი. და ამის მერე კიდევ და კიდევ უარესდება საბრძოლო ვითარება, კიდევ და კიდევ უარესდება, ანუ ხალხმა ხმა მოიღო პიტერში ვიღაცამ ხო, ეს 2 კვირის წინ იყო, რამეს ნიშნავს, რომ მომწერეს პიტერში, რომ პარლამენტმა ადგილობრივმა პუტინს მოღალატე უწოდა და არაფერს არ ნიშნავს, არა პუტინს მაგით არ გადავარდება, მაგრამ ხმის ამოღების უფლება რომ მისცეს თავის თავს, სხვამაც რომ მისცა ხმის ამოღება, მერე მოსკოვშიც იყო ეგეთი. მერე სხვაც მისცემს, ანუ პუტინის მყარი კლდოვანი პირამიდა სულ უფრო და უფრო გამორღვეული ხდება და 6 თვის მერე გაზაფხულზე როცა დასჭირდება კიდე 300,000, კიდევ უფრო გამომრღვეული იქნება. ეს ვინც 300,000 გაიწვია, ესენიც უკვე დაღუპულები იქნებიან და დაჭრილები იქნებიან, ხმა კიდევ უფრო გავარნილი იქნება. შედეგები ისევ არაფერი იქნება მიღწეული, იმიტომ რომ არ მოხდა დაგროვება, ანუ ეს მილიონი არ შევარდა. დღეს კი არ შეიყვანა მილიონი. მან თქვა, რომ 300,000 ჯერ როდის მოკრიბავს და როგორ ერთ ბაშად კი ვერ შეიყვანს, ესე ცოტა შეიყვანს. თორე წააგებს 300,000 რომ ბაზარში დაიტოვოს ეხა და არ შეიყვანოს იქ. გაზაფხულამდე ვერც მოაგროვებს და გაზაფხულზე უკვე წაგებული იქნება. აი შესაყვანი აღარ დარჩება. თუ მაგას გულისხმობს, რომ ამჯერ სულ გავწირავ და ახალ ჯარს ავაშენებ და ქემაინც ასე გადავრჩებით რუსეთიო, შეიძლება რავი გადარჩნენ, როგორც რაც უნდათ ის უგინათ თავიანთ ფარგლებში ხო. ხო და ამიტომ ის ლაპარაკი რომ ჩემი აზრით, ანუ მე მესმის არგუმენტი მესმის, ძალიან ვალიდურია რომ მე აპარებს ესე შემდეგზე 500,000 სიტყვის და რაცა ვერ იტყვის პირიქით, უარესτη და პირიქით ეს ომი პირიქით მუშაობს, პირიქით უნდა ექნა 2 მილიონი პირველ კვირაში უნდა დაემობილიზება, უნდა ეთქვა რომ 2 მილიონს ვაგროვებთ პირველ კვირის მერე, რომ დღეს 6 თვის მერე მილიონი შეეყვანა, მოტივირებული, მომზადებული მილიონი. ესე შეპარებით არ ხდება, პირიქით ხდება, უნდა შემართება გამოიყენო. ხო და ამას ემატება ძალიან ცუდია რა, ძალიან ცუდია, ძალიან ევროპასაც და დასავლეთსაც ჭირს ეს რა, რომ აი ესე გაგვიტენეს ტვინი სტანდარტული ფრაზებით რა, რომ რუსეთი აი ხორცს მიაყრის ფარში, იმათ კიდიათ და რა. ფარში და ხორცი რაც უფრო დრო გადის, ტექნოლოგია იხვეწება, ჯერ ეს ერთი უფრო და უფრო ნაკლებად მუშაობს, უფრო მეტ მსხვერპლს იწვევს და უფრო ადვილია რომ უკან გაიქცეს. ფარში და ხორცი მუშაობს თავდაცვაში. კარგად, შეტევა ფარში და ხორცით ძალიან ძნელია. და ფარშ და ხორცს ჭირდება
უმოტივირესებული გიჟები. ანუ ფარშ და ხორცს სჭირდება ზანამი Moskva, za rodinu, za Stalina და სიკვდილზე წამსვლელები. სხვანაირად არ მუშაობს, არ ხდება ჩაჯმული ფარშით შეტევა პირიქით როგორც კი პირველი 5 მოკვდება დანარჩენი გარბის და ეს მთელი ფარში ულის ზედ დანარჩენებს უკან ვინც არიან. ანუ ტყუილად წარმოიდგენთ რომ რუსეთი არის ქვეყანა რომელიც მოიგებს რაოდენობით რომელსაც ხალხი კიდია და ამიტომ ფარშს მიაყრის და მოიგებს ფარშით ომის მოგება სინამდვილეში არის ძალიან კონკრეტული სიტუაცია როცა მტერმა არათუ გადმოლახა შენი საზღვარი მოადგა შენს დედაქალაქს როცა ლიდერმა დააჯერა ხალხს რომ ის არის ღირსეული და მნიშვნელოვანი ლიდერი ხო სტალინმა თავისი შვილი გაწირა და ესეთი რაღაცები უნდა ქნას როცა სიტუაცია არის აბსოლუტურად всё აი სიკვდილი ან გადარჩენა და როცა ხალხი გადაწყვეტილი აქვს ყველას რომ всё სულ ერთია მოვკვდეთ და ამ დროს მაინც ფარში 300,000-ით არ მუშაობს ფარში მუშაობს 7 მილიონით ფარში არის ვერ წარმოგიდგენთ რამდენი უნდა მოკვდეს რა დონის რაოდენობაზეა ხალხის ლაპარაკი მეორე მსოფლიო ომში ფარშით შეტევა რო ხდებოდა რა რაოდენობა კვდებოდა ანუ ეს ფარში კი არ 7 მილიონი კი არ უტევს და 7 მილიონი კი არ გადარჩება 7 მილიონი უტევს და 3 მილიონი კვდება და რამხელა мотивация და რამხელა ორგანიზება ჭირდება იმას რომ იმ რო გაუშვებ ფრონტზე 100,000 იმ 100,000-მა თუ ვერ აიღო რაზეც გაუშვი всё ის ფარში უკან გამოც შემდეგი ფარში აღარ წავა იმ ფარშმა ქემაინც ის უნდა აიღოს ქემაინც იმ ხელა ფარში უნდა ყავდეს რომ სადაც სოფელზე 100 კაცია გასაშვები გაუშვა 100,000 რომ ის სოფელი აიღონ რომ მეორე ფარში რომ მივა და ისინი იტყვე რომ აი 10,000 კაცი მოგვიკვდა 100,000-დან მაგრამ ავიღეთ შემდეგი ფარში გამგრძელებელი იყოს ამ საქმის და ამ ყველაფერს ჭირდება სულიერი мотивация ღმერთობის დონის და ეს თან ჭირდებოდა ჯერ კიდე 500 წლის წინ როცა ხმლებით იყო ეს ყველაფერი და დღეს როცა შენ ამ ფარს გინადგურებენ ჰაიმარსებით და артиლერიით და დრონებით და ყველა ანუ დანაკარგები ფარს ექნება ბევრად მეტი ვიდრე ჰქონდა მეორე მსოფლიო ომში და ბითუმეტეს ხმლების დროს შედეგი ექნება ბევრად ნაკლები და ფარს ჭირდება ანუ ფარშის დემოტივაცია კიდევ უფრო დიდი იქნება ვიდრე იყო ანუ შენ ვერ ხედავდი რამდენი მოკვდა ხმალაობაში როცა მიირბოდი და აქ რო артиლერია ხდება ყველას თავზე და სულ დაგლეჯილი ხალხი არის ნაპატიეთ ვიმეორებ კორონავირუსი მქონდა ერთი კვირა ვერანაირი ფარშით რუსეთი ამომს მithumetes ხვისტე ანუ მთელი მსოფლიო თუ დაესხმება რუსეთს მოსკოვს თუ მივადგებით რუსეთის თავში ამ დროს თუ იქნება ვიღაც ღირსეული რომელსაც ღირსovat მოიქცა რომელსაც ბიუჯეტი არ ჭამა რომელსაც რაღაცები არ ქნა და ღირსეული ადამიანი არის რომლის გულისთვისაც ხალხი მოკვდება შეიძლება რუსეთმა მოიკრიბოს ძალა და 25 მილიონიანი ფარშით გააჩეროს მოწინააღმდეგე შეიძლება უკრაინაში დღეს რუსეთი ფარშით ვერ შევა არც ხალხს აქვს мотивация არც ჯარს мотивация კი არა ვერ 300,000 ვერ მოკრებს ამ მანამდე საუხსენი ვინც ვიდეოს ახლა შემოვერთით ჯერ დასაწყისიდან ნახეთ მე ჩანაწერი ამიტომ გასისულე ანუ დღევანდელი პუტინის გამოსვლა იყო საწყალი ადამიანის სასაცილო ბაზარი იმაზე რაც მარტო იმოქმედებს იმაზე ვინც ეს ყველაფერი არ ესმის ეს 300,000 რომელიც აწი უნდა მოაგროვოს თვეების მანძილზე არის უბრალოდ ხალხის რაოდენობა რომელიც როტაციას დასჭირდება თუ უნდა რომ ომი ვაფშე გააგრძელოს ამასაც ვერ მოაგროვებს ეს მისი გამონათქვამი გამოიწვევს რუსეთის მენტალურ რღვევას კიდევ უფრო გააძლიერებს ერთადერთი რაც შეიძლება ამან კარგი იქნას ჩემი აზრით უკრაინისთვის არის რომ უკრაინა ძალიან ამ ხარკოვში წარმატების მერე ძალიან ისე განეწყო რომ всё დრო ჩვენზე მუშაობს ეხლა ჩვენ როცა გვინდა დავისვით გაზაფხულამდე და გაზაფხულზე დავიწყებთ ცოტა მიწოლას უფრო და ძალიან როგორ თამაშობს იცით უკრაინა ფეხბურთში რო გუნდი მაგრა თამაშობს და კარებთან რო არიან უკვე საჯარიმოში და კიდე რო პასაობენ ბიჭო დაარტყით კარებში რა და არა რო პასაობენ კიდე პასაობენ ბიჭო всё დაირღვა დაცვა მე კარე გამოვა დაარტყით ვინმე კარებში აი ესეთ მდგომარეობაში რო არის თამაში მისული რა და ყველას რო ეშინია პასუხისგებლობის აღება რო ვაი და ავაცილო ვაი და შტანგა ვაი და რაღაც აი ესეთი სიტუაციაა ეხა უკრაინა რასაც შვება და აპირებდა გაეწელა ეს ამბავი რომ კიდე უფრო დაიღალოს კაცო დაცვა კიდე მერე გადაულით რა და ეხლა ამ საქციელით რო პუტინმა თქვა რომ არსებობს გეგმა როგორ მოახდენს როტაციას, როგორ აღადგენს
ანუ დანაკარგებს და შეცვლის ვინც ჩასანაცვლებელია ხო სახში დასასვენებელი ეს უფრო დაამოტივირებს უკრაინას რომ ეხლა კი არ დაიცადონ სანამ გავა 6 თვე და რუსეთი მართლა ალალ ვაი და როგორ და რა ვიცი მაგრამ მოაგროვებს ამ 300,000 კაცს რომ სანამ დროა ეხლა ხვალ უნდა გააკეთოს უკრაინამ რამე კონჩეტევა ზეგ უნდა გააკეთოს რამე კონჩეტევა რომ ის 300,000 აღარც ჩანსით არ გამოვიდეს რომ მოგროვდეს და თუ მოგროვდა თუ მართლა მოხდა როტაციები უკვე ლაპარაკი იყოს რაღაც იქ ყირიმს შეინარჩუნებს თუ ვერა იმიტომ რომ ყველაფერი დანარჩენი მოასწრო უკრაინას და ანუ რაღაც პონჩი უკრაინა დროში შეზღუდა არასწორია რაც დრო გავა უკრაინა უფრო გაძლიერდება მაინც მაგრამ რაღაც ასე ვთქვათ short term-ში უკრაინა ვერაფერს მოიგებს და აი mid term-ში რუსეთმა შეუთვალა რომ თუ რამეს გვიპირებთ mid term-ში გვიქენით ძალიან long term-ში ნუ გაწევთ იმიტომ რომ რა იცი და მართლა რაღაც პუტლერს რაღაც ავტორიტეტი ქონდეს და ეს 300,000 მოაგროვოს რა იცი და ხო და აი ეს არის ერთადერთი რაც ანუ აი უკრაინელები რაღაცებს ბოდიალობენ იმაზე რომ კაია მეც მოუკლავთ უფრო გაიგებ ეგ ყველაფერი ანუ ეგ ჯერ უნდა მოგროვდეს ეგ 300 უნდა ეს 300,000 ჩანქებად მოგროვდეს ხო 10,000 20,000 უნდა გაიგზა უნდა ეხა ვილაპარაკოთ იმაზე რომ რა საშინელება ომი არის ყველაზე რთული სამენეჯერო პროცესი ყველაზე რთული ყველაზე მაგარი მენეჯერები მაგას ჭირდება და უზარმაზარი ხარჯებია ყოველდღიური ხარჯები არა მარტო ფულის ენერგიის და მასალის რომელიც არ თავდება და არ კეთდება რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა არის წარმოება რაც უფრო დრო გადის რუსეთი რო უთვრიან აი იმ დღეს იმ სუხომიმოს თუ სუჩომიმოს ველაპარაკი მაგაზე იმას შობა ხომ ამბობს რომ აი ჩამოუგდეს K-52 რომელიც ღირს 16 მეთქი 16 მილიონი კიდიათ რუსებს უნდა თქვა რომ რომელიც არ არის აღდგენადი დანაკარგი всё ვერ გააკეთებენ ანუ ბოლო 18 წელია აკეთებდნენ 180 ცალ K-52 წელიწადში აკეთებენ 3 ცალს და ერთი ცალის ჩამოგდება კვირაში ერთი ცალის ჩამოგდება არის აღუდგენელი დანაკარგი ეს კიდე კარგ დროში აკეთებდნენ მაგას და ეხლა მაგასაც ვერ აკეთებენ ხო და ყველაფერი რასაც ეხლა რუსეთი ხარჯავს არის აღუდგენელი და გაწყდება იქ სადაც ვიწროა გაიგე გაწყდება ან ფორმაზე ან საჭმელ ანუ კი ბატონო ჭურვები ბევრი აქვს რაღაცეები უკვე გამოჩნდა რომ არა აქვთ რა გუსენიცები ტანკის არა აქვთ რაღაცეები არა აქვთ რაც იმის გარშ მაინც არ გამოგონდეს ჭურვები და გქონდეს ბენზინი ვერ ივლის და ხო და ესეთივე რომელსაც მე როდესმე მოაგვარებენ მაგრამ ისევ რაც უფრო დრო გადის უკრაინას უფრო მეტი საწვდიან კაცო საიუზნიკები უკრაინა 60 ქვეყანა ამარაგებს იმას არავინ არ ამარაგებს და მარტო გაჭიროებაში რაც უფრო დრო რუსეთის შანსი რუსეთმა ეს თავის დროზე სწორად გაიგო просто დროზე უნდა შეეწყვიტა სწორად გაიგო რუსეთის შანსი იყო быстрая молниеносная война უნდა მოეგო უცბად თუ ვერ მოეგო უნდა რაღაც მოეძებნა ვიხოდი რომ აპ რაღაცა შეგვეშალა ტერორისტები გიჟები რავი პუტინია გადარეული რამე უნდა ექნა უნდა გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან და მაშინ ბაზარი არ არის გაწელი ლომს რუსეთი წააგებს აუცილებლად რაც უფრო გავა უფრო წააგებს ხო და იმ 300,000 რომელსაც ვითომ აპირებს რომ მოაგროვოს რომელსაც უკვე ვთქვი რომ არაფერზე საკმარისი არ არის ეს არ არის ერთზე დამატებული მეორე ეს არის როტაციისთვის საკმარისი უნდა ეთქვა მილიონი უნდა ეთქვა 2 მილიონი 2 მილიონი უნდა ეთქვა და 300,000 კიდე უნდა შეარაღოს, კიდე უნდა მიიყვანოს, კიდე უნდა ასწავლოს, კიდე უნდა ერთად შეათამაშოს, უნდა ოფიცრები დაუნიშნოს. ეს ყველაფერი უნდა იმართებოდეს, უნდა ჭკვიანად დაალაგდეს, უნდა სწორ ადგილებში მივიდეს, უნდა დაზიანებები არ ქონდეს იქ რომ მივა, უნდა რავი, იმდენი რამე არის მოსაგვარებელი, რასაც ლოჯისტიკა ქვია. რაც რუსეთმა ამზადა ბოლო ესე გავიგეთ, ბოლო 4 წელი ამ მომს ამზადებდა. და ბოლო 1 წელი სულ წვრთნებზე ყავდა ჯარი რა ის საუკეთესო ჯარი ყველაზე მაგრები ვინც ტრენერებად ვარგოდენ ვინც განათლებულები მოტივირებულები ჩაცმულები ნაჭმები აი ეს ხალხი ვინც ყავდა ეს 200,000 რო ძლივს მოაგროვა რითით დაიწყო ომი ისინიც ვერ მოამარაგა იმათი ლოჯისტიკაც ვერ ააწყო ვერც ააწყო ძალიან ძნელია საშინელება ანუ თავდასხმითი ომის საკუთარ მიწაზე ლოჯისტიკა სულ სხვა ვაფშე სხვა დავალებაა და ტრის მიწაზე ლოჯისტიკა ვაფშე წარმოუდგენელი რაღაცა არის რა ხო და ეს 300,000 ანუ ეს ერთად რომ მიიყვანოს просто დაიხოცება შიმშილით და მოუმარაგებლობით ამიტომ რა თქმა უნდა ლაპარაკი ამაზე რომ ეს იქნება 20,000-იანი ჩანაცვლებები მაგრამ რაც დრო გადის ლოჯისტიკაში სულ უფრო და უფრო დარხეული აქვს და 20,000-იანი ჩანაცვლებები არაფერს არ ანუ ფრონტი ეს რაც დღეს პუტინმა ილაპარაკა ანუ როგორ თქვა აი სამსახურში რომ ერთ თვიანი გეგმა გაქვს რა ჩვეულებრივი გეგმა რო არის რა ორშაბათ სამშაბათ ხუთშაბათ რაღაცა ეს უნდა ვაკეთო ის უნდა ვაკეთო და უცებ შენ თვის დასაწყისში რომ გამოხვიდე და თქვა მე ამ თვეში შევქმნი 127 დოკუმენტს და დავლევ 100 ჭიქა ყავას და ხალხი რო აх ჩემი 100 ჭიქა ყავა ვახ და მე ბიჭო თვეზე თქვა თვეზე
ანუ ჩვეულებრივი ამბავი თქვა, არაფერი არ ხდება. რა თქმა უნდა დალევს 100 ჭიქა ყავას და რა თქმა უნდა დაწერს 100 ეს რა იყო მაშინ სათქმელი არაფერი იყო იმაში რომ აწი რუსეთს თუ უნდა რომი გააგრძელოს და იმ რეჟიმში მაინც დარჩეს რომელშიც არის 300,000 ჯარისკაცის გაჩენა რაღაციდან და ჩართვა ამ პროცესში და როტირება დასჭირდება. არაფერი არ თქვა ვაფშე. პროსტა ამას ანუ იცოდა, გაიგე ამაზე აათამაშა ეს დაალაგა მაკრონთან დარეკილი ქონდა, ყველასთან დარეკილი ქონდა, დაალაგებული ქონდა, რომ სიტყვა კოდია რა, მობილიზაცია და ხალხი მობილიზაცია. რიცხვს ქონდა ამ მნიშვნელობა. უნდა ითქვა 2 მილიონი. ან საყოველთაო. ანუ ვაფშე აღუწერელი რაოდენობა და მაშინ ვილაპარაკებდი მე იმაზე რომ 2 მილიონის მომარაგება არ გინდა, ან 5 მილიონის მომარაგება არ გინდა, ლოჯისტიკა, წაყვანა, გაწვრთნა, ეს იქნება ხორცი და ამ 2 მილიონიდან 800,000 მოკვდება, 100 რომ მოკვდება, ეს იქნება ტრაგედია, ყველა უკან გავარდება და რაღაცა და ეს უნდა ამიხსნა, გაიგე ეს მაინც აზრი არ ქონდა 2 მილიონს, ეს უკვე აუხსენი პოსტებად, უკვე აუხსე. 300,000-ის თქმა არის სასაცილო. ანუ 300,000-ის თქმა არის რომ მე პროსტა შემდეგ თვეში 30 დღის მანძილზე დავლევ 30 ჭიქა ყავას, დღეში 10 სვან, რავი, დღეში 1 სვან. ხო და არაფერი არ თქვა. ანუ პროსტა მე ამ თვეში ვიმუშავებ განსაკუთრებულად და თქვა იგივე რაც ყველათვის გეგმაა. Whatever. ბირთვულ ომზე ამას ვიძახი, მე რომ პუტინი ვიყო, მე რომ დღეს პუტინის მხარეს ვიყო და დამსვა პუტინთან ოთახში და მითხრას რომ ძმაო გისმენ, დავაი მითხარი. მე ვეთქვი რომ თუ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებ, არანაირი შანსი ჩვენ აღარ გვაქვს. ნულ ყველანაირი სულა თავდება ცუდად. თუ რამე სუპერ კრეატიულს ეს რაც თქვა, მობილიზაცია რომ გამოეცხადებინა, ეგეც იქნებოდა ძალიან კონვენციური და ძალიან ჩვეულებრივი და ძალიან გეგმაზომიერი საქციელი და გეგმაზომიერი სულები ყველა წაგებაში მიდის. ეს 300,000 რაც თქვა, ეს ვაშე სასაცილო სულა არის და არაფერს არ ნიშნავს და არაფერი კრეატიული ამაში არაა. პუტინის ერთადერთი გზა არის რაღაც კრეატიული, რაღაც ჩინეთმა უნდა დაიწყოს სოფლიო ომი, ატომური ომი უნდა დაიწყოს პუტინმა, რაღაცა უნდა გააკეთოს. ხო იცით, ბიზნესი რო გეძირება და არც ერთი ნორმალური სულა რო არ დარჩა, რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერი წაგებაში წაგიყვანს. და რაღაც უნდა არ ვიცი, უნდა დაждე და თქვა რომ ხალხო, ჩვენ დღემდე ვაწარმოებით ფეხსაცმელებს და ხვალიდან ალბათ უნდა დავიწყოთ რაღაც მანქანების რემონტი. რა გავაკეთოთ? რაღაც უნდა ვქნათ ისეთი, რაც აქამდე არავის უქნია. რომ რამენად გამოვძვრით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რამდენადაც ომის დასაწყისში ბირთვული საშიშროების გვეშინოდა, სინამდვილეში პროსტა ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო ყველაფერი და ვერ გვესმოდა რამდენად დროში გაიწელება. ჩემი პირადი აზრით, ბირთვული საშიშროება ჯერჯერობით მხოლოდ მატულობს. რამ უნდა აღიარებინოს პუტინს წაგება, რამ უნდა გააჩეროს პუტინი, რომ ხალხს რო დაინახავს, რო უჯანყდება და ეს რაც უფრო დაიძაბება, რა თქმა უნდა რა. როგორც რავი, ვინც აქ იყავით, გახსოვთ შევარდნაძეს რო ვაგდებდით. ძალიან გვეშინოდა, ძალიან, მე არ ვიცი თქვენ, მე ვიყავი დიდი საკმაოდ რა და ჩვენ გვეგონა რომ ანეხლა დაიწყება სამოქალაქო ომი, ან შევარდნაძე წავა. რა არ ვიცი მე იქ ხო, მეც ვფიქრობ რომ ჟვანიამ დაალაგა რაღაცა მოხდა, დაალაგე წინასწარმის გამზადებული იყო. ეგრე ეხაც მასე ვფიქრობთ, იქნებ ეს ყველაფერი გამზადებული, იქნებ უკვე ვიღაც, ეგ არის ყველაზე კარგი გადარჩენა რა, რომ უკვე არის, რომ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს დაალაგებული ყავს ვინ პროსტა მომენტს ელოდებიან რა მომენტში უნდა იღოს იმან თავის თავზე რაღაცა. თორე რა თქმა უნდა, რაც უფრო მივალთ იმისკენ რომ პუტინი გაიჭყლიტება ხალხს და დამარცხებას და რუსეთის დაშლას და ყველაფერს შორის, უფრო დიდი საშიშროება იქნება რომ გააკეთებს რაღაცას, რაც სუპერ კრეატიულია, რაც არავის უქნია. და ეს სუპერ კრეატიული სულები არის ძალიან ცოტა. და ამის საშიშროება ჩემი აზრით მხოლოდ მატულობს. არ ვიცი, ჩინეთს არაფერში აწყობს, არც არავის უნდა აწყობდეს, არავის, ჩინეთს რა შეაწყობს ესკალაცია, ჩინეთს არ უნდა აწყობდეს, მაგრამ რა გრძელი გათვლა შეიძლება დაიჯეროს ჩინეთმა, რომ ერთი ამის დედაც დაინგრეს სამყარო და მე ჩვენ ყველაზე მეტი ვართ, ყველაზე მეტი ჩვენ გადავრჩევით და რაღაცას და რა იცი რა, რაღაც ესეთზე უნდა აგდოს პუტლერმა ჩინეთი, რომ ხარაშო დავაი დავანგრიოთ მიმდინარე წყობილება ვაფშე ყველაფერს ჩვენიც რა კომუნიზმიც დაინგრეს და მე რაღაც იქნება. ესეთი კრეატივის დრო შეიძლება რო დადგა. თუ არა და რუსეთს გასხმული აქვს პროსტა დროში და პროსტა ამ 300,000-ით პროსტა გაწელაც არ ქვია.
გაიუარეს სამდგომარეობა, ხო, ეხლა ხალხის უკმაყოფილება გაიზრდება, 300.000 მაინც არ მოგროვდება, ფრონტზე მაინც ვერ მიეხმარება, უკრაინას მესიჯი მისცა, რომ თუ რამე უნდა მიქნათ დროზე მიქენით და მარტო გაიუარესა ვით არის, ანუ უნდა ეთქო 2 მილიონი და უნდა ეთქო რომ ხვალ, რომ всё, დახვრეტა ვინც არ მოხვალთ. ამას ითხოვდა გირკინი და სწორად გირკინი სწორად ითხოვს, რომ თუ რუსეთს შანსი აქვს, აი უნდა ეკნას რა, ან ატომური ომი დაიწყოს, ან აი 5 მილიონი და ვინც არ მოვა დახვრეტილია, всё, სახლებში კაფეხი წიხლით ვანგრევთ კარებს და ეხა ისევ ეს გააკეთა, ისევ იქ მოსკოვში უთხრეს რომ მოსკოვიდან გაწევა არ იქნება, პიტერიდან გაწევა არ იქნება, აფხაზებს უთხრეს რომ გაგიწვევთ, ოსებს უთხრეს რომ გაგიწვევთ, ეხა რეასნათ იქ ცალკე უკმაყოფილებები იქნება, დამალვები იქნება, აფხაზეთში დამალვას რა უნდა რომ არ გაგიწვიონ. და მოსყიდე არაფერი, აი ჩვეულებრივი რუსული დებილური ზანუდური სიტუაცია შექმნა, რომელიც არაფრით არ დას, არაფერი შედეგი არ ექნება. კარგი და რომც კონდეს, ეს შედეგი მხოლოდ როტაცია. არაფერი ესკალაცია არ აი ეს არის, აი ძალიან მომზადებული სპიჩები ქონათ ევროპელ ლიდერებს, რომ მზად იყვნენ ესკალაციისთვის და არაფერი გააკუა იმან და ესენი ხალხო ესკალაცია მოხდა და ეხა ორი რამე მოხდება. ერთი რომ უკრაინა ეცდება რომ ითამაშოს ამაზე და აი ესკალაცია და დაგვეხმარეთ და იმავდროულად ჩუმად ეცდება რომ ლიდერებს რომლებიც რაღაცაში დაეჭვდნენ, რომელიც გაყიდულები კი არ არიან, შუალედურ ლიდერებს აუხსნათ რომ რა ესკალაცია ეს არის ბიჭო 300.000 რო 6 თვეში მოიყვანს, 300.000 უკვე მოიყვანა 6 თვეში, ეხლა ხო უნდა შეეცვალა ეს ხალხი და როტაცია ხო იყო და არაფერი ესკალაცია არ არის 300.000 აფის არ ყოფნის, რომ ვერც მოიყვანს ეგ ცალკე ბაზარია, მაგრამ არც სათქმელი მაგაში არა, სათქმელი არაფერი იყო იმაში რომ მე სამსახურში ვივლი 30 დღე და დავლე 30 ჭიქას, მე არაფერი. ხო, hoping to get lucky ხო, მაგრამ ბირთვოს კრეატიულს ნოეძახი, ალბათ უფრო არაორდინალური. ხო, ოკეი, მე ვარ მილიტარისტი და ჩემი ბჭობა სამხედრო თემებზე და ტერმინები არის არა ადამიანური ხანდახან. ანუ ჩემთვის ესე არის რა, აი მე როგორც ჭადრაკს რო ჩემთვის არის ჭადრაკის დაფა და ჭადრაკის თამაში მიდის რა და რო ფიქრობ რომ აი რა შეიძლება ეხლა ქნას ამ იმან და აი ეს ჟილკა ხო მე ხო ფიქრობ მე გადავდივარ პუტინის მხარეს მე ხან ამ მხარეს ვარ ხან იმ მხარეს ვარ ხან ჩინეთის მხარეს და იმის მხარეს ვარ და იქიდან ვფიქრობ რა ყველაზე სწორი ესე მიმაჩნია ყოველთვის ესე იმისთვის რომ შეეცადო მაინც ყოველთვის ძალიან ცუდია რომ სტავკა გააკეთო იმაზე რომ შენ გამოიცანი მოწინავდა გერას იზამს მაგრამ იმისთვის რომ შეეცადო მაინც რომ გამოიცნო რომ რაღაცა არ გამოგრჩეს საკუთარ დაგეგმვაში იმის მხარეს უნდა გადახვიდე და იმის მხრიდან უნდა დაინახო რომ აბა ეხა რას გავაკეთე აბა მაგარს რას გავაკეთებდი მაგარს რას გავაკეთე აი რას უზამდი ამათ აი როგორ მოვიგო აქეთ ჩანსი არ მაქვს აქეთ ჩანსი მაქვს აქეთ ჩანსი ატომურს ხეთქავდი და დაინგრეს ამის და ანუ მე იმის კანში შედიხარ რა რომ აი როგორ შეიძლება რამეს მიაღწიოს და ამიტომ ეძახი კრეატიულს თორე ოკეი არაორდინალური ერქვას მაკრონთან დარეკილზე ერთხელ ანუ მაკრონმა უცებ ეხლა პუტინის გამოსვლიდან 1 საათში გამოაქვეყნა განცხადება რომ ეხლა უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ ომი გვინდა თუ მშვიდობა და ხალხო მე მგონი ეს არ არის დრო ომისთვის და სამყაროების გაყოფისთვის მე მგონი მშვიდობას უნდა მივაწვეთ ესეთი განცხადება ცოტა აი სალომე ზურაბიშვილი მაგას ბაძავს ხოლმე და ისეთი განცხადება არც შამფური დაწვა არც წვადი დაწვა განცხადება გააკეთა მეორეს მხრივ თქვა რომ დროა გავერთიანდეთ და დროა ხალხმა აირჩიოს ვის მხარეზეა და ხაზი გაუსვა რომ წიპა ევროპისკენ გადმოდით და თან მშვიდობაო იმეორა არა და ანუ ეხლა ამ მომენტში მშვიდობაზე ლაპარაკი არის პრაქტიკულად უკრაინისთვის სახეში შეფურთხება მეც ეგრე ვფიქრობ მამუკა გოგოლიძე ვაიმე სორი შორს არის ეკრანი წერილობით ვარიანტში არც ციფრიანა არც კატეგორია გიორგი აბაშიძე შეიძლება მეტის გაწევა მოინდომენ ვერაფრის გაწევას ვერ შეძლებენ ანუ რაც მეტის გაწევას მოინდომენ უარესი შედეგი დადგება პრინციპში ძალიან კარგად გაჟონეს ინფორმაცია ვის გაიწვევენ და კარგად გაჟონეს ინფორმაცია რა რაოდენობა უნდათ იმისთვის რომ ხალხი დაემშვიდობიან რომ ეს არ არის საყოველთქო თქვენ არის ფიქრობთ კაცო და ვინც და ყველაფერი შესაბამისად ვჟელობთ მაქიდან რაც უფრო მეტის გაწევას გამოაცხადებს უფრო კატასტროფაში წავა უფრო მალე მაგრამ კემაინც სასაცილო არ იქნებოდა ჩემთვის რო ეთქვა რომ 2 მილიონი უნდა გავიწვიოთ და ეს კულზე კაცი იქნება მე მომიწევდა იმის ახსნა რომ ვერ იზამს ვერ მოამარაგებს არ გამოდგება უარეს შედეგი დადგება პირველივე ბრძოლების მერე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თანაც ეს ისე 2 მილიონი უნდა თავისთან მოამზადოს უკრაინამ ეს დრო უნდა არაფერი არ გააკეთოს
რუსეთს არ ის ბრძოლები არ მოიგოს რაც მოსაგები აქვს რუსეთი იქ 2 მილიონს მოასწრებს და მე ბრუხ მიაყრეს 2 მილიონს მაგრამ ის 2 მილიონიდან იმ ხელა დანაკარგები ექნება პირველივე კვირებში რომ განჩენ გამოიქცევა უკან და მე ეს უნდა ამიხსნა რომ ვერც მოამარაგებს ვერც მოძებს ვერც აჭმევს მომზადებას ბაზაზე რო ყავს იგაც ჭიმე ვაჭირდება და ტყუების მიცემა და ჯერ მარტო ისე расчетные потери при тренировках 4%. 4% ხალხი ვარჯიშის ასე ზიანდება вообще. და ისინი დაბრუნდებიან ჯერ სახში და იტყვიან რა ბარდაკია. ხო და ეს უნდა ამეხსნა. მაგრამ 300.000-ში ასახსნილიც არაფერი. 300.000 არის საროტაციოდ საჭირო რაოდენობა. და თქვა რომ როტაციას ვეცდებით შევასრულოთ. რა, хорошо. ხო და ინგრეს თუ რამეჯერ რამე ახალი ხდება. ხო, რა ვიცი, იცი რა არის ყოველი შემდეგი დანგრევისას ცოტა უფრო პატარავდებიან, ეგრეც არ არის რა, რუსეთმა როცა გაიზარდა, ყოველთვის რაღაც კატაკლიზმა მოხდა პლანეტარული მასშტაბის. ესე რომ ვთქვათ, დღეს რო რუსეთი დაინგრეს, ისევ დაკარგოს ტერიტორიები და მერე 20 წელიწადში მოხდეს მესამე მსოფლიო ომი, რუსეთმა რომელიც ბევრად უფრო გამოჯამრთელებულია, სწორი მხარე დაიკავოს და ომის გამარჯვების მერე პრიკუპში მიიღოს გაზრდის საშუალება. ესეთი რამე შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე დანგრევა ყველავანეთში კარგია, გაიგე? ვიდრე შენ არ ჩუნდეს და პრიკუპში მოიმატოს მე 20 წლის მერე სწორი პოზიციით, ეხლა რო შევიწროვდება და მე ყველა იმპერია ესე ინგრეოდა რა, პატარავდება, დიდება და მე საით წავა ეს სინუსოიდა რა და მე ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული რომ ეს სინუსოიდა შევავიწროვოთ, ხო? ეკონომიკაზე როგორ იქნება? არ ეკონომიკა სადღა აქ რუსეთს, ეკონომიკა საბჭოთა კავშირის ეკონომიკაზე არიან გადასულები. ცუდად, ყველაფერი ეხა ერთ-ერთი რატომაც კრიტიკული მდგომარეობაა, რომ სანქციებმა ძალიან დაიწყო მოქმედება. ნავთობზე ემბარგო შემოვა ეხა 5 დეკემბრიდან. გაზზე უარი თქმად პრაქტიკულად დაიწყო ევროპამ. ხო თქვა რომ მეც არ გადავიხდით და არ გვინდა ფასი წამოვიდა ქვევით აღარ არის ძვირი. და კიდე ჩამოდით და ჩამოგორდება. ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთის კიდევ ჩაიძირება. თვითონაც იციან, ეხლაც იძირება, უკვე არ არის ოკარგიო, აგერ მეგობარი ჩამოვიდა რუსეთიდან, უკრაინელი სხვათა შორის, რომელმაც თქვა რომ წავიდა ვითომ ვიცხოვრებ. ისეთი უკრაინელია რა, ფეხზე კიდე აქეთ იქნება, იქით იქნება და არა, იქ ცხოვრება არ შეიძლება, არა, всё და ჩამოვიდა აქ საცხოვრებლად. ხო და ამიტომ ეგ ცალკე, ეს რა ვიცი რა, კითხვა რაში არის? კითხვა არ არის ის, რომ რუსეთი ამ ომის ჯამში რუსეთი დამარცხდება როგორც ქვეყანა, როგორც მთავრობა, როგორც პუტინის დღეები დათვლილია აუცილებლად. ეს რამდენი დღე არის დათვლილი? 6 თვე, 1 წელი თუ 3 წელი, ეს მაგაზე ბევრი ბჭობა მიდის და ბევრ ამეზეა დამოკიდებული, მაგრამ აუცილებლად ზელენსკის დღეები დათვლილი არ არის. ეს რო ფიქრობთ, ხო არ ფიქრობთ, რომ ზელენსკის დაინძრა. არ ფიქრობთ, არა. პირიქით, რამდენი ხანი ომი იქნება, როგორც ჩერჩილი იყო. ბრიტანეთის პრეზიდენტი ესე თუ არ მოკლავი. ხო და პუტინის დღეები დათვლილია. პროსტა ჩვენ ხო ლაპარაკობთ რა მოვლენები, რა დააგრძელებს თუ დაამოკლებს მის დღეების დათვლილობას. ირაკლი ჭანტურია, დასავლეთი თუ ბირთვული თუ პასუხობს. დასავლეთის სავარაუდოდ, ესე გაიშიფრა, იცი როგორ არის ბაიდენი რო რაღაცა იტყვის ხოლმე, მე შიდა პარტიული წრეებიდან დავალებული აქვს ასე ვთქვათ ტიპებს, რომ ილაპარაკონ ახსნა. შეიძლება ეს ხდება დაგეგმილად, შეიძლება ეს ხდება მერე, შეიძლება კიდევ სხვა გზებით. ახსნა არის ესეთი, რომ ბაიდენმა იმაში, რომ თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულს მაინც გაისვრეს, თუნდაც ზღვაში ამას მოყვება სულ სხვანაირი პასუხიო, ნიშნავდა იმას, რომ ნატო შევა ჯარებით უკრაინაში. ნატო ჩადგება დაუშვათ სამშვიდო რაც შეიძლება კარგი არ არის. რა ხაზზე ჩადგება ნატო, ეგ კიდე დიდი პრობლემაა რა. და ჩვენ შეიძლება კიდე ამაზე ძალიან განვიცადოთ ეს ამბავი, რომ ყირიმი შერჩა რუსეთს. ნატო შეტევაზე გადავა ნაკლებად სავარაუდოა რა, უფრო ჩადგე, ომს დააშორიშორებს. რაც თავის მხრივ როგორ გამართავს მე ამ სიტუაციას უკრაინა და რუსეთი და ვის მიაწვება და რა იქნება, ცალკე ბაზარია და თქვათ იმის ჯამში რომ რუსეთს დაეჯმება იმაზე რომ ატომური იარაღი გამოიყენა, იქ იქნება გააგდებენ თუ არა, გაეროდან იქნება თუ არა ჰააგის სასამართლო და ასე შემდეგ, შეიძლება მერე რამე გამოჩნდეს რა, გამოსავალი. ზოგადად ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისთვის ეხლა თუ როდესმე მომგებიანი იყო, ეხლა არის მომგებიანი. ოღონდ ეს არ იგულისხმება რომ კიევი დაბომბოს, იგულისხმება რომ ყველას აჩვენოს
ანუ საჭირო არ არის კიევი დაბომბოს და რო დაბომბავს მოსკოვი გამოვა ქუჩაში. ეგეთი რამეც ეგრეც არ არის რა. ანუ უნდა დემონსტრირება გააკეთოს ძალის. შეიძლება დაბომბოს რაღაც ბრიგადა ველზე და ნუ 1-2 სოფელი, შეიძლება აი ლაპარაკი იყო რომ წყალს ჩააგდონ. დემონსტრაციულად რომ ჩვენ არ გვეშინია ბრძოლის ველთან ახლოს ბირთვული იარაღი ჩამოვაგდოთ. შემდეგი უკვე თქვენ მოგხვდებათ და ეს იქნება ნუ არ ნახული რამე მსოფლიოში, არ ნახული. ჩვენ მოვესწრებით რაღაცას, რაც არ მომხდარა. იცი რა არის, ეხლა ირანმა რო გადასცა დრონებიო, მუჭს არ მიიღებს კბილებში. ეხლა ყველა, ანუ ჩვენ არ მივიღებთ, ჩვენი მთავრობასაც აქვს მუჭები მისაღები კბილებში და ბევრი რამე არის მოსახდენი კიდევ. ყველა ელოდება რომ ეს ომი მორჩეს. იმ რა ანგარიშით მორჩება ომი გადაწყვეტს ბევრწილად ვის რა ქულები დაეწერება იმისთვის როგორც მოიქცა და მე დადგება ყველას კბილებში მოხვედრის დრო. ეხლა არავის არ უნდა არსად ფეხების ფათური, იმიტომ რომ მართლა მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს, ან რამე არ მოხდეს, ან ვინმეს არ გაუტრაკოს, როცა იმ ყველაფერზე მიხედვის თავი არავის არ აქვს. ეხლა უნდა ესე აი ისე სტადიონი, მსოფლიო პლანეტარი სტადიონი მოედანზე თამაშობენ ესენი, ყველა უყურებთ და ვცდილობთ რომ ფანებმა ერთმანეთს არ დავაყაროთ რა, იმიტომ რომ თამაში აღარ გამოვა და მე შეიძლება სტადიონიც დავანგრიოთ თლიანად და ამიტომ აი ეხა ყველა დაელოდება რომელი გუნდი მოიგებს, რომელი გუნდი წააგებს, რამდენად ღირსეულად წააგებს მომენტ, ანუ ანგარიში რა იქნება და მე იმათ ფანებს რა უქნათ, რა მოუვათ ცალკე საგეს ალაპარაკო იქნება მე. პუტინმა რო ბირთვული სროლის ბრძანება მისცეს, ეგ არის ისევ ჩვენ წარმოგვიდგენია ძალიან მეც ეგ მჭირს ხოლმე რა, რომ რაღაც აქტები წარმომიდგენია ძალიან გადაჭრით. რომ აი გუშინ ომი არ იყო და დღეს ომი გამოვაცხადე და ყოველთვის ყველაფერი ხდება ძალიან დინება რა. პუტინი ჯერ მისცემს ბრძანებას რომ აი ის ტაქტიკური რაკეტები, რომელიც თვითფრინავზე ჩამოსაკიდია პატარა, გადაიტანეთ სევასტოპოლის აეროდრომზე. მერე იტყვის რომ გააკეთეთ გაფრენები ამ ჩამოკიდებული იმ პილოტს კი არ ეტყვიან რომ გაისროლე, ეტყვიან რომ ჩამოიკიდე და გაფრინდი და სურათები დავდოთ რომ აი ტაქტიკური ბირთვულით დავფრინავთ. მერე ეს გამოიწვევს ხო ტელეგრამში იმაში ამხელა ტალღებს. მერე ეტყვიან კიდე გაფრინდი, მერე ეტყვიან კიდე გაფრინდი და მერე რაღაც ანუ იმდენად ნაზად მოხდება ამის შეპარება და ბოლოს გასროლა, რომ ეს არ იქნება ისე რომ აი ბრძანება გასცა და ტამტარამ რაღაც არა რა. და ლაპარაკი არ არის იმაზე რომ შახტებს გახსნის და რაკეტებს გაუშვეს. ლაპარაკი არის იმაზე რომ თვითფრინავიდან გაისვრის პატარა ტაქტიკურ ბირთვულ ბომბს, რომელიც სიამოვნებაში დაჟე საშიში არ არის ისეთი, ანუ განადგურებასაც დიდს არ გამოიწვევს. მაგრამ ნუ აი ეს როგორც ჰაიმარსები შეაპარეს რუსეთს ჯერ 2 შეიყვანეს და მერე 2 და მერე 2, აი ესეთი პონჩი ფსიქოლოგიური გადალახვაა რა, რომ თუ ეგ გაისროლეს, მერე სხვა რამეც მოსულა. ხო, გავიგე რომ ვერ მეთანხმები ქრისტინა იმაზე რომ მარტო ერთს კი არ გაისვრის, მაშინ ბევრს გაისვრის. მე ვთვლი რომ ერთს გაისვრის სადემონსტრაციოდ და ამითი მიაღწევს იმას რაც უნდა. დასვამს მოლაპარაკების მაგიდაზე, დაასმევინებს, ანუ ვაფშე გაწევენ უკრაინას გვერდზე და ნატო დაუჯდება მოლაპარაკების მაგიდაზე რუსეთს. ანუ რუსეთის თავარი კარტი ყოველთვის არის რომ თავი მოიგიჟიანოს და პროსტა ეხლა ეგ აქვს, ანუ სუ ჩამოენგრა ეგ ავტორიტეტი რომ გიჟია, აღარავინ მაგას აღარ ყიდულობს და უნდა აღიდგინოს ეგ აი უბანში რომ ძველი ბიჭი რო კაჩაობს და ბოლოს ვიღაცას რო ყველას დანასადებს, ყველაფერს აძლევს და ერთხელ რო ვიღაცა გაუნგრევს როჟას და ყველა რო გაიგებს რომ ვაფშე და ამას არაფერი არ შეუულია. და აი ეხა სასწრაფოდ უნდა იპოვოს რაღაცა პატარა წაკბენა, ვიღაცას უნდა თავში წამოარტყას რა და ეს პატარა თავში წამოარტყმა არის რომ ერთი რამე ააფეთქოს რომ თუ არა და მე უკვე ვიზამ. ანუ ეხლა აი ეგ მე უკვე ვიზამის არავის ჯერა და მე მგონია რომ მე გასწევენ უკრაინას გვერდზე და იმას შეირგებს რაც ქნა და ტოტალური ატომური ომი არაფერში აწყობს არც რუსეთს. ამიტომ ეგ არ მგონია რომ ბევრს გაისვრის. მაგრამ ანუ მესმის შენი ლოგიკა მესმის და 100%-ით მე ვარ მართალი თქო ვაფშე ვერ ვიტყვი. ძალიან სწორი კრიტიკა. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონი ქვია, ოსეთის რეგიონი არ ქვია. ჩემი აზრით, რუსეთი თუ სრულებით ჩამოინგრა, ანუ ჩამონგრევა რამდენიმენაირი არსებობს, ხო, ჩამოინგრა ნიშნავს, რომ რა ვიცი მე, ალანია, დაღესტანი, იჩქერია,
და ესეთი ქვეყნები აჯანყდნენ და დაიწყონ მცდელობები და მოუკიდებლობის და რაღაც ესეთები და შესაბამისად ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ბავშვი გამოყოფილი ჩვენკენ დარჩენილი რაღაც გაჭირვებული საშინელებები იყვნენ, რომლებშიც ჩვენ როგორც მოვისურვებთ, რომ დავალაგოთ ეგ სიტუაცია, ისე დავალაგებთ. მართლა გეუბნები, ანუ ძალიან სასაცილო არის ახლა შეიძლება ეს როგორც სასაცილო იყო ის რო 24 თებერვალს რაც მოხდა, რომ თუ დაიწყება ამ იერკავკასიაში ომი, რომელიც ჩვენთვის ძალიან სახიფათოა, ანუ ჩვენ უნდა ჩვენ უნდა ბევრი ბრძოლები მოგვიწევს საზღვართან, ბევრი ტერაქტები, იარაღების შემოიპარება, ბევრი პრობლემები დაგვეცემა ჩვენ თავზე, რაც პრობლემების გარეშე არ არსებობს გამოსავალი საკითხიდან, ანუ რო გაშინებენ, რომ არა, ჭიჭკერიაში არაფერი უნდა დაიწყოს, თორე ჩვენ რა მე რა ხო, აბა უნდა ვიმუშაოთ და უნდა ვიომოთ და უნდა დაუდგეთ და უნდა ჯარი ყავდეს და უნდა საზღვარზე და უნდა რეზა, აბა როგორ მოგვარდება ყველაფერი. აბა რა, ესე ამერიკა მოგვიგوارებს? ხო და მოკლედ ეგ ყველაფერი თუ მასე მოხდა, მაშინ აი ეს ამოკეტილი ანკლავები იქნება, რომელშიც ან ჩვენ კარგად მოვიქცევით და დაუმეგობრდებით და რაღაცა და თქვათ რაღაც ან ნაწილს კრიმინალებს დავარქმევთ და ისინი გაიქცევიან, ნაწილს რუსები ხართო და წადითო ეტყვით რაღაცას, ნაწილი პირიქით ჩვენები ხართ და რაღაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ და ჩვენ დაგიცავთ და რაღაცა, ბევრი გზები არსებობს რა, ძალიან კარგად შეიძლება მათთან ურთიერთობა. თუ რუსეთის ჩამონგრევას ვლაპარაკობთ იმას, რომ მთავრობა შეიცვლება, პირველი მთავრობის ცვლილება სავარაუდოდ იქნება დიდად არ განსხვავებული პუტლერის მთავრობისგან და მისი მთავრობის წევრებისგანვე შემდგარი რაღაც კაბინეტი, რომელიც პროსტა ომს დაამთავრებს და ეცდება, რომ რაღაც დოზით ჩააქროს სხვადასხვა უკმაყოფილება, რომელიც იფეთქებს, როგორც კი პუტლერი მოშორდება, როგორც კი FSB-ს შიში გაქრება, როგორც კი დახევა მოხდება უკრაინიდან და ასე შემდეგ. თუ ეგ არ მოხდება, არა გინდა შეცვლა მთავრობა, გინდა არა, მერე შემდეგი მთავრობა იქნება ეგრევე იგივე დღეს ჩავარდება რაც პუტინი, ხო? თუ მთავრობა ცვლილებებს არ გააკეთებს. მთავრობის ცვლილებები უნდა იყოს, რომ ჯარი გაიყვანოს, რაღაცეები გაამარტივოს, რაღაცები და დაიწყება საშინელი უკმაყოფილება, აჯანყებები, თავისუფალი ჟურნალისტიკა, სიტყვის თავისუფლება, პოლიტპატიმრების გამოშვება, მთელი ამბავი. ანუ რუსეთში იქნება საშინელი არეულობა, ნებისმიერ შემთხვევაში უახლოს 2 წელიწადში რუსეთში საშინელი არეულებებია, ხო და პუტინმა გამოუწერა ეს თავის ხალხს. ჩემი წინასწარმეტყველება კი არ არის პუტინის ნაწინასწარმეტყველები. ასე ვთქვათ. და თუ ეს პროცესები მიგვიყვანს იქამდე, რომ რუსეთში შეიცვლება მთავრობა, რომელიც იქნება პროევროპული და ეცდება, რომ ევროპას სანქციები მოახსნევინოს, ვაჭრობა აღადგინოს, ბჭყალებში McDonald's-ი დაბრუნდეს, BMW დაბრუნდეს, ქარხანა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ამ ნაბიჯების ნაწილი იქნება ის, რომ ჩვენი ტერიტორიების აღიარება უნდა მივიდეს იქამდე, რომ ბაზები უნდა აქედან გაიყვანოს, ამათი ფინანსირება უნდა შეწყვიტოს და რაღაც მოლაპარაკებების გზით სავარაუდოდ რაღაც სტატუსით დავიბრუნებთ ჩვენ ამ ტერიტორიებს, რომელიც თავიდან იქნება ძალიან ზედაპირული სტატუსი და კიდევ ძალიან დიდხანს წლები და ათწლეულები გვექნება სამუშაო იმაზე, რომ ამ ადამიანებს რაღაცები დავარწმუნოთ, რაღაცებში შემოვირიგოთ და მეორედ არ გაგვიმეორდეს ასეთი სიტუაცია. ანუ ჩემი პირადი აზრი ასეთი არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ძალიან უნდა ვზრუნავდეთ ეხლა სამხედრო გაძლიერებაზე, იმიტომ რომ რუსეთი აირევა ყველა პონჩი, ასიან ასე და ჩვენთვის ეს ძალიან სახიფათოა რეგიონალურად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი რამის გაძლების უნარი გქონდეს. რუსეთის გაძლების კი არა, აი კაკრას რასაც უოცნებობდით, რომ ლოკალურ რაღაცებს გავუძლოთ, უოცნებობდით, გულისხმობ, რომ ეს არის რაზეც შეიძლება რეალისტურად იფიქრო, რუსეთს ხო ვერ გავუძლებთო სულ ვიძახთ. აი ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ და რა ფორმით მოხდება დამოკიდებულია იმაზე, რუსეთში ნგრევები რა ფორმით მოხდება. და მთავრობა ვარდისფერ საყვარელ მთავრობაზე შეიცვლება ევროპისთვის, რომელიც ჩვენს თლიანობას აღიარებს, ბაზებს გაიყვანს და რაღაცაში მხარში დაგვიდგება და ჩვენთან მეგობრობას მოისურვებს, თუ ეს იქნება ტოტალური არეულობა, რომელი არეულობის ნაწილშიც პროსტა ჩვენ უნდა ნელ-ნელა ცოტა ვისარგებლოთ, იმითი რომ ამათ არავინ მხარს არ უჭერს და ამათი რუსეთის ბაზები აქ ასეც და ისეც აღარ იქნება. იმიტომ რომ გასაქცევი ექნება დუანიებს რუსეთში. ეს არის ჩემი აზრი. ბაქი ბუქო 300,000-ზე ვისაუბრე და საწყისში ძალიან ბევრი და პროსტა თავიდან ნახეთ ვიდეო, მე ხა მორჩები, არავინ გასწევს უკრაინას და არაფერს დაუთმობს რუსეთს. თენგო, აი გეონები, ჩემი აზრი არის, რომ თუ რუსეთი ატომურ ბომბს გაისწრის, იმ ხელა აგენტურა ყავს ევროპაში და ისე დაპანიკებული შეიძლება შეიქმნას ევროპაც და დასავლეთის და ამერიკაც, რომ ნატოს ჯარი შემოვა, ანუ ეს იქნება აი ჩვენ მოვიგეთ ის რო შვებოდა ლელა წურწუმიას რო ამღერებდა ის ჩვენი გიჟი გადარეული
სანამ მე იქ მკლავდნენ და მაგრამ სინამდვილეში წაგება რა, აი რავი ნატოს ჯარს აქ რა უნდა, რატომ უნდა ჩადგნენ შუაში რა, რომ აი ანუ ეხა ხო რუსეთი თამაშობს სუბლეფით და აი ბლეფი არ მოვტყუდეთ ბლეფი და აი უფრო ანუ ამ ბლეფზე უნდა მოუმატოს წონას ხო სხვა გზა არ აქვს და აი ვისროლე ტაქტიკური ისა და აბა დაიჯერებთ რომ მეტი არ გავისვრი თუ ჩაიჯვამთ. დაშალა რუსეთი ხო, დაშალა მეც ეგრე მგონია რომ დაშალა. всё, короче, წავედი, ვიდეო ნახეთ თავიდან აუცილებლად თავიდან ბევრი ვილაპარაკე 300,000-ის მობილიზაციაზე. ხო, რაზეც არაფერი მილაპარაკე და აუცილებლად იქნება კითხვები არის რეფერენდუმების აზრის სინამდვილეში არის აბსოლუტური სისულელე, არც რუსებისთვის არ გახდება დნრ, ლნრი თავგასაწირი და ზაროძინუძა სტალინა დნრ-ისთვის არიომებენ მარტო იმის გამო რომ fake რეფერენდუმით მიიერთეს. არც დანარჩენი მსოფლიო იმ ტერიტორიებს არაფრად არ აღიარებს და არავინ არ ეტყვის უკრაინას რომ იმან მიიერთა და всё ნუუტევო. არაფერი არ ანუ არანაირი ლეგიტიმაცია მეტად რუსეთს არ გაეძდება იმისთვის რომ ატომური ბომბი ისროლოს და არ ჭირდებოდა და არ დააკლდება. არაფერი ანუ ყირიმზე უფრო რუსეთი არაფერი იყო და ბელგოროდის რეგიონზე უფრო რუსეთი არაფერია, სულ რაღაცა ნიტამ კურათ ხო და არაფერი სინამდვილეში რეფერენდუმების ჩატარება არაფერს არ შეცვლის, პროსტა არის ისევ აი ეს დღის წესრიგში შემოტანა რაღაც კარგი ამბების, რომ აი რაღაც მიღწევები გვაქვს და ცოტა გადადება ჩაჯმის. და კი ბატონო, გეთანხმებით რომ ეს რეფერენდუმებიც არის ცოტა უკრაინისთვის ისა რომ ბიჭო, თუ რამე საპირე კიდე ეხლა ქენით რომ თქვა ჩაიჯვან, რომ ანუ ნუ გადადეთ შემდეგ გაზაფხულზე და ეგეთი კომფორტის საშუალებაც არ არის, რომ ეხლა რახან მაგრავიომეთ, всё, მივიღეთ ისა მანდატი ჩვენი ხალხისგანაც, დასავლეთისგანაც და ყველას გარო ჩვენ შეგვიძლია და მაგრები ვარ და ეხლა მოვემზადოთ და აი აბრამსები რო გვექნება, შემდეგი შეტევა მერე. არა, არ გამოვა. ეხლა უნდა კიდევ რაღაცა აჩვენოთ და ცოტა რისკზე წახვიდეთ და კარშ დაარტყათ. ეს არის რუსებისგან გაგზავნილი მესიჯი რეფერენდუმების სახით. ყველაფერი ვილაპარაკე, მილიონზე 300,000-ზე ყველაფერი ვილაპარაკე, 100-ჯერ არ მოლაპარაკებთ, მართლა ხმა ვაფშე აღარ მაქვს ამ კორონავირუსის გამო და ცოდო ვარ. всё, пока. აუცილებლად ნახეთ თავიდან, ვისაც კითხვები გაქვთ მობილიზაციაზე. ძალიან ბევრი ვილაპარაკე.